რა გახდა ერთი პატარა გადახაზული ხორბლის მიხატვა უგლუტენო პროდუქტებზე? აი, დაახლოებით ასეთის. ვისაც ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ან გლუტენზე ალერგია უდგინდება, ექიმები აფრთხილებენ, რომ შეიძინონ მხოლოდ მარკირებული პროდუქტი. ანუ პროდუქტი, რომელსაც აწერია, ან ახატია, რომ არ შეიცავს გლუტენს. მაგრამ ქართული კი არა, ზოგიერთი დიდი უცხოური კომპანიაც კი არ იწუხებს თავს, რომ თავიანთ პროდუქტს გაუკეთოს მარკირება. ბევრჯერ მომიწია უგლუტენობის დასადასტურებლად კომპანიასთან მიმეწერა მეილზე და მათგან მიმეღო დასტური, რომ მათი პროდუქტი ნამდვილად უგლუტენოა. თან ისედაც ბუნებრივად უგლუტენო პროდუქციაზე მაქვს საუბარი, როგორიც არის რძე, არაჟანი, მაწონი და ასე შემდეგ. ზოგიერთ კომპანიას თავიანთ პროდუქციაზე მარკირება ჰქონდა, რომ მათი პროდუქტი იყო უგლუტენო, მაგრამ მერე ადგნენ და მოხსნეს. ყველანი ვყიდულობთ ამ ბუნებრივად უგლუტენო პროდუქტს. 99% ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ არის უგლუტენო, მაგრამ აი ეს 1% სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეჭვგვეპარება. ვაი და რაიმე პრობლემა შეიქმნას. ხო და ვის მივმართოთ? რომ კომპანიებმა თავიანთ პროდუქციაზე, რომელიც ისედაც უგლუტენოა, გააკეთონ მარკირება. და მერე ვინმე მაკონტროლოს ეს პროდუქტი ნამდვილად არის უგლუტენო თუ არა.